გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო, ეთერშია მორიგი გადაცემა აგროთემი. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი თეიმურაზ კვირკველია, ჟურნალისტი, ანალიტიკოსი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც ზოგადად გვაქვს რეგიონებში, სოფლებში. უпроსტოდ ვეცდებით, რომ გავიგოთ მათი რეალური ცხოვრება, მათი სურვილები, მათი შესაძლებლობები და აი გვინდა დავაკავშიროთ იმ აქტიურობას, რასაც ქვია, ასე ვთქვათ, ზოგადად საზოგადოებრივი აქტიურობა. რატომ არ არის საზოგადოებრივად აქტიური სოფელ თემის მაცხოვრებელი, ადგილობრივი მაცხოვრებელი, რეალური მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს სოფლად. ვიმსჯელოთ ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ მომავალში გვაქვს, ასე ვთქვათ, გათვლა რომ აქ ამ გადაცემაში და ზოგადად ამ ტელევიზიაში იქნება ток-შოუ, სადაც ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ამ ადამიანებს მოვიდნენ, თავიანთი აზრი გამოთქვან, თავიანთ გასაჭირზე ილაპარაკონ, სოფლის პრობლემებზე თუ სოფლის შესაძლებლობებზე და ყველაფერ ამაზე, ასე ვთქვათ, იყოს მსჯელობა, გავშალოთ ეს ყველაფერი. აი ბატონ თემურ, როგორ ფიქრობთ? რა არის მიზეზი, რომ საზოგადოება არის ესეთი ინერტული და მათ შორის თავისი სოფლის ბედიც, ზოგადად თავისი ბედიც, როიტყვიან ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში რომ ნაკლებად ადარდებთ და არიან ასე ვთქვათ, აი მინდობილი ამ პროცესს, რაც იქნება, როგორც იქნება. მოკლედ ადამიანები არ ფიქრობენ, არ ზრუნავენ, არ იბრძვიან იმისთვის, რომ მათი ცხოვრება იყოს უკეთესი, ყოველ შემთხვევაში იმ გადმოსახედიდან, იმ პლატფორმიდან, რაც ჩვენს გვაინტერესებს, სოფლიდან. სოფელი არის საფუძველთა საფუძველი, სოფელი არის საზღვარი, სოფელი არის სიძლიერე ქვეყნის და ასე შემდეგ. უამრავი, მით უმეტეს ქართულ სოფელს აქვს კიდე რაღაც გამორჩეული, ასე ვთქვათ, ფუნქციაც, პეციც თავისი, ისტორიაც და ასე შემდეგ. აი, რა უნდა გავაკეთოთ? თქვენ როგორც ჟურნალისტი და ძალიან დიდი ხანი მუშაობდით სახელმწიფო სტრუქტურებში, პრეზიდენტის კანცელარიაში, ძალიან ბევრ პროცესს აკვირდებოდით, აი ეს 30 წელი, 35 წელი გაიარა ამ აკვირვებებმა და შეფასებებმა, შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, ანალიტიკურადაც შევაფასოთ ეს ყველაფერი. აი როგორ ფიქრობთ, რა არის მისაწოდებელი ამ საზოგადოებისთვის სწორად და რატო არ არის მზად ან თუ უნდა მოვამზადოთ ეს საზოგადოება, რაზე უნდა ველაპარაკოთ, აი რა არის სწორედ მისაწოდებელი, რომ ამ ხალხმა ისწავლოს მოკლედ თავისი უფლებების დაცვა და მე ჩავყვებით ჩვენ, როდის დაკარგეს 2006 წლის არჩევნები გავიხსენოთ თვითმმართველობის წინა ხელისუფლების, რატომ მოხდა, რატომ მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება, რა პროგრამებია გარედან ხელდასმული, რატო იცლება სოფელი, გადავიდეთ ამ ევროპულ მაგალითებზე, ბალტიისპირეთის მაგალითებზე, აი რა პროცესში არიან ის ქვეყნები, რომლებიც ზუსტად აირჩიეს ეს ორიენტირი, თქვათ ევროკავშირის, ჩვენ ვეძებთ განვითარებას, ჩვენ ვეძებთ ცივილიზაციას, მაგრამ არა ისეთ ცივილიზაციას და განვითარებას, რომელიც პირიქით ჩაგვკეტავს, ხო? აი, მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, გისმენთ და მე შეგადაში მეც ჩავერთვები, რომ გავშალოთ ეს თქვათ იმ სოფლების და რეგიონების შესაძლებლობების თემას უთა ეკონომიკური თვალსაზრისით. თავისთავად ცხადია, უპირველესად უნდა ვთქვა, რომ მე არა ვარ ასე ვთქვათ სოფლის დარგის სპეციალისტი არანაირი, მაგრამ ჩემი ხედვა არის წმინდა პოლიტიკური ამ შემთხვევაში რაკურსი სოფლის კენ მაცქერალის სხვაგვარი პოლიტიკური ნიშიდან უყურებ მე ამ ყველაფერს. პირველი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებები, საერთოდ საქართველოს ხელისუფლებები სოფელს უყურებდნენ როგორც არჩევნა ხმების ყულაბას. რაღაც ყულაბა იყო, რომელშიც მოხერხებულად უნდა ჩაყო ხელი და მოიღო შემთხვევის საკვარი ხმები იქიდან. და შესაბამისად არჩევნებიდან არჩევნებამდე შემდგომ ეს კარგავდა აქტუალობას ეს ყულაბა, იმიტომ რომ შემდეგი არჩევნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იყო და ყველაფერი ასე ვთქვათ მიწლარდებოდა. მანამდე იყო დაპირებები, შეპირებები, რაღაცის ასე ვთქვათ ფინანსების გამოყოფა თითქოს სოფლის მაცხოვრებელთა და სოფლის კეთილდღეობისთვის და ასე შემდგომ.
შეურნაძის პერიოდიდან მიწით რო დაიწყო, დამთავრდა სკვერებით დღევანდელი. მიწით რა, მიწით რომ დაიწყო ეს კარგი იყო, მიწის დარიგებებით და რომ არა შეცდომებიც იყო დაშვებული. გასაგებია, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეგ შედარებით ესეთი ნაბიჯი იყო. ღირებული მაინც იყო. ღირებული ნაბიჯი იყო და რაღაც ფასეულობა შეიძინა გლეხობამ. მაგრამ ამის მერე ხდება რა, უყურეთ ახლა ჩემი აზრით თვითონ ამომრჩეველი ანუ სოფლის თემების წარმომადგენლებიც არ იყვნენ მზად იმისათვის რომ კონსტრუქციული წინადადებები მოთხოვნები წარედგინათ ხელისუფლებისთვის. იმიტომ რომ სოფლის განვითარების სქემა არ არსებობდა ქვეყანაში და მე როგორც ვატყობ დღემდე არ არსებობს. მენტალურად ვიღაცას გონია რომ ვიღაცამ უნდა გაუკეთოს. რა თქმა უნდა, იმათეს გონიათ. აქედან კიდევ ვერ ხედავენ, არა აქვთ არანაირი სქემა და ვერ ხედავენ იმ შესაძლებლობას, გარდა იმისა, რომ შეიძლება რაღაც დამატებითი ხარჯები გაიღონ, იმისათვის, რომ სოფელი განვითარდეს. ეხლა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე წელი ინფრასტრუქტურას მიხედეს მაქსიმალურად, სოფლის ინფრასტრუქტურას. ინფრასტრუქტურა კარგია, გზები, ხიდები და ასე შემდგომ, საბავშვო ბაღები, ეს ყველაფერი კარგია. აუცილებელიც იყო და ყველაფერი, მაგრამ ამან სოფლიდან მიგრაცია მაინც ვერ შეაჩერა, ხო ვხედავთ ჩვენ. იგივე დასავლეთ საქართველოს მაგალითზე. იგივე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგი რეგიონის მაგალითზე. ერთადერთი შედარებით კარგად დამაგრებული მოსახლეობა არის კახეთში. და ამას თავისი აქვს წინაპირობა, თავისი მატერიალური შემოსავლები, გარანტირებული, მეტნაკლებად გარანტირებული მატერიალური შემოსავლები, რაც დაკავშირებულია ყურძნის და ღვინის ასე ვთქვათ წარმოებასთან, მაგრამ დანარჩენი სხვა რეგიონები უკვე არიან მძიმე დღეში. ის კახეთის მოსახლეობა მე ჩემი გადასახედიდან მაინც უყურებ ამას ისე რომ გარდა შიდა ბაზრისა გარე ბაზარზეც ასე თუ ისე გადიან მეტნაკლებად. კი. ან იქიდან ჩამოდიან. ღვინო, ატამი და ხო და რაღაცებით და ეს მიდის. სხვა რეგიონები ამას მოკლებულები არიან. მოკლებულები არიან, იმიტომ რომ ის პროდუქტები რაც გააჩნია კახეთს არ გააჩნია სხვა რეგიონს. შესაბამისად იმ სხვა რეგიონებში რაც მოდის იმის წარმოების აქტივაცია, გააქტიურება არ ხდება, პირიქით კვდება. ვინაიდან უკვე ჩვენ მივიღეთ ისეთი სურათი, როგორც ელემენტარული მოქალაქე გეუბნებით, მე ვხედავ რომ შევდივარ დიდ სავაჭრო რაღაც დაწესებულებაში და ვხედავ ხილი, ვაშლი, სხალი, რა ვიცი, ლიმონი და ასე შემდგომ არის და ვკითხულობ სადაურია ეს რაღაც ხედავ რომ ქართული არ არის. ეს იქიდან არის, იმ ქვეყნიდან არის, ამ ქვეყნიდან არის და ასე შემდგომ. ეხლა მე ვკითხულობ ასეთ რამეს, ჩვენ ვიცით რომ ევროპა გამალებით იცავს თავის ბაზარს და იქ ჩვენი პროდუქცია ესე იოლად ვერ შედის და არ შედის. თუ შედის რაიმე, ისიც აი ღვინის სახით თქვა ძალიან ლიმიტირებულია და შეზღუდული, ძალიან შეზღუდული ოდენობით. თითქოს ჩვენ კიდევ გვქონდა წარმოდგენა ასეთი, რომ მაგრამ 100 მილიარდი მოსახლეობა იმ ბაზარზე გავალთ, შევითან ჩვენ პროდუქციას და საქართველოს აშენდება. არ აღმოჩნდა ასე. კი ბატონო. ახლა ამ ყველაფერთან ერთად უცნაური ის არის, რომ ჩვენი ბაზრის კარები ყველასთვის ღიაა და ისინი იმის გამო, რომ უფრო დაბალ ფასად ყიდულობენ იმ პროდუქციას, რომელიც საქართველოში შემოდის, გამსაღებლები, ასე ვთქვათ, მათი ვინ საბას ვისაც შემოაქვს ეს იმპორტიორები, ისინი ქართულ პროდუქციაზე არ არიან ორიენტირებული. ქართულ პროდუქციას თუ იყიდიან, ან კაპიკებში უნდათ ხელში ჩაიდონ, რომ მეტი მოგება ნახონ, თუ არა და ის ურჩევნიათ. და შეიქმნა წინააღმდეგობა ისეთი ძალიან რასახარბიელო ქართული ეკონომიკისთვის და სოფლისთვის ამ შემთხვევაში. კი ბატონო, იმას იმპორტიორების აქტიურობას ემატება, რომ ქსელური მარკეტინგებიც არიან მიბმული იმპორტს. მათთვის მოსახერხებელია ბევრად და რთულია მოგებიანია. მოგებიანია, კი ბატონო. ალბათ მოგება განაპირობებს შემიძლია. დღგ-ს იხდიან იმპორტიორები საზღვარზე, ამ დღგ-ს მერე ასე ვთქვათ ითვლიან და თვითონ ამ დიდ სუპერმარკეტებს აწყობთ, რომ მათთან კონდეს წინააღმდეგ შემთხვევაში
ფერმერის მოტანის იმას თვითონ უნდა დაარეცხოს დამატებით DRG. არის მათ ბევრი ნიუანსები, რომელიც ლოგიკურად გასაგებია, მაგრამ ჩვენი ინტერესი რა არის? ჩვენი ინტერესი არის, რომ სოფელში აღორძინდეს სოფლის მეურნეობა იქ რეგიონების მიხედვით და დარგების მიხედვით, რომელიც უფრო მოსახერხებელია იმ კუთხეში და იმ რეგიონში და ერთის მხრივ გლეხობა, ასე ვთქვათ, სოფლის მაცხოვრებლები დასაქმდნენ მაქსიმალურად იმ თავის რეგიონში, მიიღოდნენ საკმარისი კი არა მაღალი შემოსავლები და რაც მთავარია ქვეყანამაც შესაბამისად იხეიროს იმით, რომ მოსახლეობა დამაგრდება იქ, უცხოეთში არ გაიქცევა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ახლა რა თქმა უნდა სპეციალისტებმა უკეთ იციან ალბათ როგორ უნდა გაკეთდეს და რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ მე მეჩვენება რომ ასეთი სპეციალისტების ადგილი უნდა იყოს ხელისუფლებაში. უნდა ვიგულისხმოთ რომ არიან კიდეც და უნდა ვიგულისხმოთ ისიც რომ ისინი ამაზე უნდა ფიქრობდნენ და ამას უნდა აკეთებდნენ, მაგრამ შედეგები არ ჩანს. რო ფიქრობდნენ გააკეთებენ კიდეც სამწუხაროდ ნაკლებად მე ვისაც შეხვედრებად დეფიციტია პროფესიონალიზმის თუ სხვა რამარებაში. ორივეა. სამწუხაროდ ჯერჯერობით ასე ვთქვათ პოლიტიკური ნება არ ჩანს. ამ პოლიტიკურ ნებაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ მივყვებით აი დასავლური დღის წესრიგის როგორც იქიდან ასე ვთქვათ დაწერეს ეს სცენარი, ამას მივყვებით ინერცია. ამის პარალელურად ვიღაცამ თეიმურაზე იქნება თუ გოჩა იქნება რომ ეს გააპროტესტოს და ეს შეცვალოს, ამას ჭირდება პროფესიონალიზმი და გარკვეული სიღრმე და ცოდნა. ამის დეფიციტიც არის და მე ვფიქრობ რომ შეგნებულად არის შექმნილი ამის დეფიციტი, რომ იქ იყვნენ ისეთი ადამიანები ამ რეგიონული მიმართულების მმართველებად, რომლებსაც არ ექნებათ არც ხედვა, არც ინიციატივა. ეს პროცესი მიდის ინერციით და ამიტომ ხშირად მე სხვადასხვა ტელევიზიებში ხელისუფლებას მოუწოდებ ხოლმე რომ ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. ეხლა მინდა ორ რაღაცას გაუსვა ხაზი და მე გადმოვიდე თქვენთან კითხვით. ნახეთ, თქვენ ახსენეთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებია, მნიშვნელოვანია, გზები მნიშვნელოვანია, ხო? გზები მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია თქვათ იქ სხვადასხვა შენობების რემონტი, თქვათ ახალი შენობები და ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ნახეთ, ხშირ შემთხვევაში ეს იძენს ხოლმე რაღაც კონკრეტული ადამიანების დაინტერესების და აი ამ ტენდერების და რაღაცა თქვათ სხვა ტიპის ამას მიება უკვე პროცესი. მე მაგალითად ანუ პირდაპირ რო ვთქვა ცოტა კორუფციული ელემენტებია. ნახეთ, ეხლა აი რო წარმოიდგინოთ, ეხლა მუნიციპალური განვითარების ფონდი რამის მილიარდიანია და ეს მუნიციპალური განვითარების ფონდი სხვადასხვა რეგიონების ფულს ხარჯავს. იქ არის მოკლებული ის ფული და ფონდშია გაერთიანებული და ცენტრალიზებულად ხდება, ხო? ამას თავისი ახსნა ქონდა სააკაშვილის ხელისუფლების თქვა ცენტრში უფრო კარგად იციან, აქ შეიძლება რაღაცა უფრო მაღალი პროფესიონალები იყვნენ. მე თვითონ მაქვს ეს ესე თქვა ჩემთავზე გამოსტილი, როცა რაიონის ხელმძღვანელი ვიყავი, რომ როცა ტენდერს იგებდა აქ ვიღაცა, იქ ჩამოდიოდა და ადგილზე ეძებდა იქ ჯგუფებს, რომ იმად გაეკეთებინათ. არანაირ დიდი ესე თქვა ცოდნა და ის აქ არ იყო და დიდ კომპანიებს არ უშვებდნენ. ეხლა მე მაქვს ესეთ წინააღმდება, ამას წინათ რაღაც პროგრამული მონახაზი, ესე ვთქვათ, ჩემი მოსაზრებები მივაწოდე იქ, სადაც საჭიროა რომ იყოს და მათ შორის ამ ნაწილში, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, მიუთითე ესეთი რამ, რომ ნახეთ, თითქმის 100% არის ეს ინფრასტრუქტურაში წასული ეს ფული. ნებისმიერ ნორმალურ ცივილურ ქვეყანაში არის ბალანსი. ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა. ჩვეულებრივ ოჯახის ბიუჯეტიც რო არის. მიგმულია როგორც ბიუჯეტის ნაწილი და იქ არის კონკრეტული პროცენტი. ჩვეულებრივად რა თქვენ რემონტზეც ხარჯავთ და შემოსავალიც რო გინდათ, იმაზეც ფიქრობთ, ხო? ამიტომ ეკონომიკური პროექტები და ვიძახი რომ ნელ-ნელა 2-3 წელიწადში ეს გამოათანაბრეთ. და რას გულისხმობ? კი ბატონო, გაარემონტე ეს სკოლა, მეორე სკოლის გარემონტების მაგივრად იქ ჩადე ისეთი ტიპის ეკონომიკური პროექტი, აი რაც ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს, მაგალითად დანერგე მომავალი. ფოკუსი უნდა დაიჭიროს შენ იმ მუნიციპალიტეტის იმ სოფელ თემის თუ იმ მიკროზონაზე და შექმნა სპეციალური პროგრამა. ეს არის იმ ადამიანებისთვის ჩადებული ფული, კოოპერატივი იქნება თუ კლასტერ შექმნი თუ რას შექმნი, რომ შექმნა სამუშაო ადგილი.
არ მინდა მე გურიის და იმერეთის რომელიღაც სოფლებში სადაც 2-3 კომლი და სკვერებს რომ მიკეთებ და მოიგო ტენდერი ვიღაცამ ყველა სოფელში სკვერი და დგას და აკეთებს სკვერს, ჭირდება თუ არ ჭირდება. ტენდერი აქვს მოგებული. ტენდერი აქვს მოგებული, ფულია გამოყოფილი, ამ ტენდერს და ამ ფულს თავის პატრონები ყავს, ხო? არა ბატონო. აი აქ მინდა რომ ეხლა ჩვენ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე რომ ჩვენ ამათ არ ვეკითხებით ამ სოფელს. სოფელს უნდა ეხლა რაღაცა განსაკუთრებული 4-ფრთიანი გზა თავის სოფელში თუ საკმარისია ეს 2-ფრთიანი გზა ან რაღაცა სკოლის შენობა აკმაყოფილებს იმას და აუცილებელი არ არის ეხლა იქ რაღაც მესამის ის დააშენონ და რაღაცა საოცრება გააკეთონ ეს უნდა თუ მას უნდა კონკრეტული ეკონომიკური პროექტი სადაც სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერილი სტიმულირებული ასე ვთქვათ პროტექციონიზმის ფორმის სადაც შესაძლებელი გახდება რომ მათი შესაძლებლობებით გარკვეული თქვათ სხვა ფინანსური წყაროებით და სახელმწიფოს მიერ დახმარებული მიზნობრივი პროგრამული დახმარებით იქ რომელიღაცა ეკონომიკური ხაზი გაძლიერდეს და განვითარდეს რომ ადამიანები იქ დამაგრდნენ თქვენ ახსენეთ წეგან კი კარგია გზა კარგია შეიძლება სკოლას გარემო გაქცევაზე იყოს გაქცევა თქვას ვარ გავანათეთ ქუჩები და ქუჩებში არავინ არ თქვენ იცით რამხელა მთელი რიგი რაიონებია სპეციალურად სწავლობდი ერთ პერიოდი რამხელა ფულს იხდია ამ განათებებში და ძალიან ბევრი ისეთ სოფელია და ისეთ ტრასებია განათებული შეიძლება მანქანამ არ გაიაროს იქ და სოფელში ადამიანი ფეხით არ დადის ადამიანი ფეხით არ დადის ხო საერთოდ არავინ არ გაიაროს და რაიონი განათება იხდის ამ ფულს იქ ელოდება ვიღაცა ამ განათების ფულს და ასე შემდეგ ის ირაციონალურია ძალიან ბევრი მოქმედება. იქიდან გამომდინარე რომ აი ამ დონეს არ ვეკითხებიან. რითიც დავიწყეთ ახლა მინდა რომ აი ამ კონტექსტით გავაგზავნოთ ჩვენ. რა უნდა იცოდეს კიდე ამ ადამიანმა, რა ფორმატი უნდა შევქნათ ჩვენ აქ, ეს აზრი საზოგადოებრივი ასე ვთქვათ შესწავლილია და მათ აქვთ ეს სურვილი რომ იყვნენ აქტიურები, აი ზუსტად დაიჭირონ ფოკუსი იმაზე რომ აი ეს არის გასაკეთებელი, აი ამის გარშემო შეიძლება შეიქმნას ეკონომიკური შესაძლებლობა სოფელში. როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ჩვენ ახლა? თუნდაც აი ტელევიზიის ფორმატში რომ მოხდეს ამ ყველაფრის განხილვა, რომ ვთქვათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და შემდეგ რა ფორმით არის ეს გასავითარებელი ზოგადად ქვეყანაში? საქმეც ის არის, რომ ჩემი აზრით სიმძიმის ცენტრი, პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი უნდა გადავიდეს რეგიონებში. გულისხმობ რას, ახლა დავაკვირდეთ. ყველაფერი თუ კი რამ ხდება ქვეყანაში, წყდება რუსთაველზე. ყოველ შემთხვევაში მცდელობა ამის, რომ გადაცდეს. შესაბამისად ვიღებთ ერთ გადატრიალებას, მეორე გადატრიალებას, სამოქალაქო ომს, ჩართული არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ამაში და თავის ინტერესს ჩვენად იკმაყოფილებენ. მაშინ, როდესაც აი რეგიონების მოსახლეობა, ასე ვთქვათ, სოფლის მოსახლეობა, ამაში როგორც წესი არ მონაწილეობს, თუ არა და მონაწილეობს ძალიან ინერტულად და არც იცის რისთვის ჩამოყავთ იგი აქ რუსთაველზე და რატო აფრიალებინებენ დროშას. მაშინ, როდესაც მას, როცა ის ჩამოვიდა, არაფერი მოთხოვნა არ აქვს ხელისუფლებისადმი კონკრეტული ის რაც მის რაიონს ან მის სოფელს ან ვინმეს წაადგება. ესე იგი ფაქტობრივად ეს კაცი მოყავთ იმისთვის, რომ იქ მასა გაამრავლოს და მეტი არაფრისთვის. ამას თავისი მიზეზი აქვს. მიზეზი აქვს ის, რომ რაიონში, რაიონების დონეზე არ არის საზოგადოებრივი ცხოვრება ორგანიზებული. საზოგადოებრივი ცხოვრება გულისხმობს იმაში, რომ სოფლის თემია თუ რამდენიმე სოფლის გაერთიანებაა თუ რაც არის, რომ ისინი თავად წვეთდნენ ყოველ შემთხვევაში ინიციატივით მაინც უნდა გამოდიოდნენ საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად, თუ კი ეს ვინმეზეა გარედან დამოკიდებული. თუ არა და თავად უნდა წვეთდნენ ყველა პრობლემას, რომელიც მათ წინაშე დგას. რა ვგულისხმობ ახლა? გულისხმობ იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ისინი გამოვლენ ინიციატივით, კონკრეტული ინიციატივით, ის პრობლემები, რაც მათ წინაშე დგას ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, შეიძლება დააჩქარდეს ამის განვითარება, უფრო სწრაფად წავიდეს ხელისუფლება მას თავი მოიფხანოს და დაანებოს ამ რუსთაველს თავი, სადაც 150 კაცი გიჟობანას თამაშობს და მიხედონ იმ რეგიონებს, საიდანაც მოსახლეობა სიდუხჭირის გამო გარბის და ეს სიდუხჭირი არის ფაქტობრივად ხელოვნური
რადგანაც არ შეიძლება იმ რეგიონში, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ადამიანი ცხოვრობდეს, ის შრომობდეს და სიდუხჭირეში იმყოფებოდეს. ეხლა ყველაფერ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტი შეიძლება იყოს და შემდგომ აქ როცა ეს ბორბალი დატრიალდება და ამუშავდება, მერე შეიძლება ალბათ საკითხები დადგეს იმის შესახებ, რატომ და უпростоრად როგორ შევამციროთ ჩვენ იმ პროდუქციის იაფად შემოდინება საქართველოში, რისი წარმოება ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად და რისი წარმოება ჩვენს ეკონომიკას წაადგება და ჩვენს მოსახლეობას წაადგება მთლიანობაში. უხეშად ვთქვათ, აი კარტოფილი. რატო უნდა შემოქმნდეს ჩვენ კარტოფილი სხვა ქვეყნიდან? ლიმონი რატო უნდა შემოქმნდეს სხვა ქვეყნიდან? ხილი, ვაშლი, მსხალი, ატამი, ესენი რატომ შემოდის სხვა ქვეყნებიდან? ეს ხო აბსურდია, გაუგებარია. ეხლა შევხედოთ ჩვენ ევროპა ხო მაგალითია ჩვენთვის ყველაფრის. ევროპაში არავინ არ შეგატარინებ თქვენ პროდუქციას ისეც, რასაც თვითონ ისინი აწარმოებენ, ან რაც ბაზარზე უკვე აქვთ. თუ არა და ისეთი მაღალი ტარიფები აქვთ იქ საბაზრო გადასახადები, რომ ყოველგვარ აზრს კარგავს იქ რაიმე შეტანა. ხო ფაქტია, ეს გვეხება ჩვენც, მიუხედავად იმისა, რომ მეც ყურმოყვრით მაინც ვიცი, რომ რამდენიმე ბიზნესმენს ჰქონდა რაღაც განზრახვები ევროპის ბაზარზე გასული, ხო და ვერ გავიდა, იმიტომ რომ ისეთი გადასახადებია და ისეთი მაღალი ბარიერები აქვს საბაზრო გადასახადის, რომ არავითარი აზრი არ აქვს იქ შეტანას. კი, მაგრამ ისინი თუ იყენებენ ამ მექანიზმს თავისი ქვეყნებისა და საკუთარი ბაზრის დასაცავად, ჩვენ რატო არ ვიყენებთ და ვინ აგვიკრძალა ამის გამოყენება? თუ მართლაც იქიდან მოსული ინსტრუქციის თანახმად არა თქვენ ეს უნდა მიიღოთ, რომელიღაც ქვეყნის რაღაც პროდუქცია უნდა გავყიდოთ, რომ იმიტომ რომ ევროკავშირს უნდა რომ იმ ვიღაცას დაეხმაროს? ეს ხო აბსურდია. მე აი ეს როგორც არაპროფესიონალი სოფლის მეურნეობის სპეციალისტები არა ვარ, მაგრამ როგორც მოქალაქეს ეს კითხვები მიჩნდება ხელისუფლების მისამართით და რეგიონების მისამართითაც. რეგიონების მისამართით ამ შემთხვევაში იმ თვალსაზრისით, რომ თავად რეგიონებში არ არის საზოგადოებრივი ცხოვრება ორგანიზებული, გულისხმობს საჯარო ცხოვრებას. იმიტომ რომ იქ უნდა იყოს ის სტრუქტურები, რაც თითქოს არის საკრებულოები და ასე შემდგომ, მაგრამ ისეთი სადაც და რომელიც სტრუქტურებით ჯერთი გადაჭრიან, თუ რაიმის გადაჭრის შესაძლებლობა აქვს მათ თვითონ. თუ არა და სადაც პრობლემებს წამოწევენ მაინც წინ იმისათვის, რომ შემდგომ დაიხმარიონ ცენტრალური ხელისუფლება, ცენტრალური ბიუჯეტი, ან საზოგადოების სხვა ფენები, ვთქვათ, რაღაც პრობლემების გადასაჭრელად. მე ასეთი რაკურსით უყურებ ამ მოვლენას. მიმაჩნია, რომ თავი და თავი ყველაფერი ამისი არის ის, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება, რაზეც ილია ჭავჭავაძეს ლაპარაკობდა თავის დროზე და როცა მთლიანად პრობლემებზე ლაპარაკობდა, ის ამას უსვამდა სწორედ ხაზს, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება არის ჩამკვდარი. თუ თბილისში მაშინ და ქუთაისში და ეს მოხერხდა აღორძინება საზოგადოებრივი ცხოვრების და ამან გადაარჩინა მე-19 საუკუნის საქართველო, დღეს აი იმ რეგიონებში, ყველა რეგიონში არის ეს ასაღორძინებელი იმისთვის, რომ ადამიანმა იქ მცხოვრებმა, ამა თუ იმ რაიონში, სოფელში მცხოვრებმა იგრძნოს, რომ ყველაფერი მარტო ვიღაცაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მასზეა. მან უნდა იფიქროს, მან საკითხები წამოჭრას, დააყენოს პრობლემების, ასე ვთქვათ, პრობლემები თავისი სიმწვავით იმ სხვა ადამიანებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან და ყველასთან ერთად და ასე უნდა გავიდნენ ფონს. სხვა გზა არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვარ ჩაკეტილ წრეში, ქალაქში ცხოვრობთ რუსთაველზე მიმდინარე აქციებით, გადაკეტავენ გზაოს და მერე დავდივართ წრეებზე, იქ რა ხდება ჩვენ არ ვიცით, იმათ არ აინტერესებს სოფელს, ანუ არ აინტერესებს რუსთაველზე რა ხდება, არ აინტერესებს უბრალოდ, იმიტომ რომ ეს მის არც ერთ პრობლემას არ ჭრეს. და ის ინიციატივა, რითაც თქვენ ვიცი რომ გამოდიხართ, რომ შეიქმნას სრულფასოვანი სათემო ცხოვრება, ალბათ არის გზა. ყოველ შემთხვევაში თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი გზა მაინც იქითკენ, რომ დაიწყოს სერიოზულად რეგიონებში
პოლიტიკურ ცხოვრებას ვეძახებია ამას. ეგ პოლიტიკა მაინც რუსის ფრიალი არ არის, ეს პოლიტიკური ცხოვრებაა. საზოგადოებრივ აქტიურობა ეგ არის ფაქტობრივად, ხო? კი ბატონო, ნახეთ ჩვენი ინიციატივა ეხლა ამ სათებო განვითარებასთან დაკავშირებით ზოგადად რას ეფუძნება, რატოა თქვათ ეს მნიშვნელოვანი, რატო თვლით ჩვენ რომ არის მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ის რაც ეხლა თქვენ ახსენეთ, ხო, რომ ჩვენ არ გვაქვს აი გამოკვეთილად ეკონომიკური განვითარებისთვის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები. ჩვენ გვაქვს გარკვეულ აქტიურობასთან, გარკვეულ რაღაცა ხშირ შემთხვევაში უკაცრავად ამ ჟარგონზე და ეს საფასონე აქტიურობაა, თითქოს რაღაცა კეთდება, ძალიან ბევრი ესეთი პროგრამა და ძალიან ბევრი ესეთი ფულია დახარჯული. ეს ყველაფერი ხშირად გარედან კარნახით კეთდება, ეროვნული ინტერესები ხშირ შემთხვევაში თითქოს უგულებელყოფილია, რაზეც ახლა თქვენ ხაზი გაუსვით, ხო, რომ თქვენ არ ხართ სოფლმეურნეობის სპეციალისტი, თქვენ შეიძლება ამ სიღრმეებში არ ხართ გარკვეული, მაგრამ იმას ხო ხედავთ და ამას აფასებთ როგორც ანალიტიკოსი, რომ ქართული პროდუქცია არ იქმნება, ქართული პროდუქცია ვერ გადის, ქართულ პროდუქციას კონკურენცია უჭირს. მე უკვე ვკითხულობთ, რატო უჭირს ეს კონკურენცია? კი, ჩვენ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები გვაქვს და ყველას ვეუბნებით, რომ რაც გინდა შემოიტანეთ, კაცო და თავის დროზე აქ გენიოსებმა ბჭყალებში ეკონომისტებმა თქვეს, რომ ნუ აი რაც უფრო მეტი შემოვა კონკურენციაში შევლენ ერთმანეთთან და იქ განვითარდება ჩვენი ეკონომიკაო და ფასებიც დაბალი იქნება, არც მედიკამენტებიდან დაწყებული პროდუქტებით დამთავრებული, არანაირი ფასები არ არის დაბალი. აი რომ ავიღოთ ესეთი გამოკვლევა და ვამბობთ ჩვენ, რომ იცით რა, დივერსიფიცირებულია იმპორტი, ბევრია, ყველა შეუძლია გადასახადები მოხსნილი აქვს, ხო? შემოვიდეს ყველა ქვეყნიდან პირობითად თქვათ ხილის ნებისმიერი შემოვიდეს ჩვენ მყიდველობა გააკეთოს არჩევანი. ამის პარალელურად მან თითქოს უნდა ნაკადები მოდიოდეს. მეორე ხაზი რომ ჩვენ 10 წელია უკვე გვაქვს პროგრამა დანერგე მომავალი, რომელსაც პირველივე დღიდან მიღებისა კითხვები ჩდებოდა და ამ კითხვებს სვავდნენ და მეუბნებოდნენ რომ დროთა განმავლობაში გადავწყვიტოთ აი რა პრინციპითაც იყო მიღებული ეს ფაქტიურად იმ პრინციპით დარჩა, სადაც არ არის გათვალისწინებული არც ხარისხი, არც ფართობი, არც მონიტორინგი, არც შეფასება ამ პროცესის და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი აქ გადაყრილი ფულია, ძალიან ბევრი გაფუჭებულია და ესე იგი ფული დავხარჯე მე სახელმწიფომ და ხალხმა დახარჯა დიდი ოდენობით ამ თემაში. აქეთ მივიღე გადაწყვეტილებები, რომ გავან თავისუფალი ბაზარია და თითქოს აქედანაც უნდა შემომივიდეს და არ ვიცი, პოსტსაბჭოთა სივრცე ავიღოთ უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან თუ სომხეთ, აზერბაიჯანი თუ ნებისმიერ ქვეყანაში, ჩემს ქვეყანაში ნორმალური, ესე ვთქვათ, ქლიავი 6-7 ლარი, ვაშლი 5-6 ლარი, ესეთი ფასები ევროპაში არ არის. ესე იგი, რა მივიღეთ ჩვენ და რა გამოდის, ხო? რომ ეს არ არის არანაირი ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკა. ანალოგიურად წამლებში, ხო? თითქოს გვაქვს რაღაცა თავისუფლება, მაგრამ არა ჩვენ მეზობელ თურქეთში ჩახვალ დაბლა თუ მეზობელ რუსეთში გადახვალ იქით. ნახავთ ყველგან სპეციალურად ვყიდულობ იმ წამლებს და ფასებს ვადარებ. ნახევარია იმის ფასების. რასაც აქ ჩვენ ვაძლევთ, მინიმუმ იმის ნახევარია. არიზის ცენტრში იყიდება ნახევარ 50% იაფად, არიზის ცენტრში უძვირესი ქალაქია, ისწავლები რა ჩვენთან. ხო, ეს უბრალოდ ვიძახი მინიმუმს, რომ ჩვენს მეზობლებშიც განახევრებულია ამის ფასი და ხშირ შემთხვევაში 2-ჯერ, 3-ჯერ, შეიძლება 4-ჯერ ნაკლებიც იყოს, ხო? ესე იგი, ამდენი ხანია ვიძახით, რომ უნდა გამოვიდეთ აი ამ ლიბერალური ეკონომიკური პარადიგმიდან, რომელიც კი არ გავითარებს, აკნინებს ამ პროცესს, რაც ჩვენ გვაწუხებს ყველაზე მეტად იგივე ამ სოფლის განვითარების, ესე ვთქვათ, მდგომარეობა და თემის განვითარების მდგომარეობა. რა არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი? თუ სახელმწიფო, რითიც დავიწყე ახლა ეს ჩემი აზრის ჩამოყალიბება, თუ სახელმწიფო მაკრო დონეზე ვერ ქმნის პირობებს და აი ფიქრობს რაღაცას, უნდა რაღაცა მოდელი აქვს, მაგრამ ჩვენ არ მოგწონს და ეს არ არის ის მოდელი. თუ ამის პარალელურად ადგილებზე არ შეიქმნება შესაძლებლობების კვლევა,
თუ იქ არ იქნება ეს მიკროზონული შესაძლებლობების კვლევა, რომ ცენტრს აქვს კარგი თუ ცუდი რაღაცა პოლიტიკა, ცენტრიდან მომავალი, ცენტრიდანული და ადგილზეც უნდა იქნებოდეს ეს შესაძლებლობები. ეს სადღაც უნდა ერთმანეთთან კავშირში იყოს, ერთიანდებოდეს და ჩვენ მივიღოთ პრიორიტეტული დარგები, მიმართულებები, სადაც კონკურენტული უპირატესობა გვაქვს. თუ ადგილზე არაფერი არ ხდება და შეგნებულად ხდება, რომ დაკნინდა 2006 წელს წაართვეს სოფელ თემს სტატუსი, ქონება არ გააჩნია, არაფერი არ გააჩნია რეალურად, უბრალოდ აბრაა და ტერიტორია. ესე იგი, აქ ჩაკვდა ინიციატივა, ამ დროს აქ უნდა მოხდეს ამ პროცესების სიღრმეებში წასვლა და ყველაფრის გარკვევა. ნიადაგს რა პოტენციალი აქვს, კლიმატურად რა პოტენციალი გვაქვს, რესურსულად რა პოტენციალი გვაქვს, ადამიანური რესურსია თუ წიაღია, ელექტროენერგიის თუ ყველაფერი უნდა იყოს დაანგარიშებული, აი აქ თბილისიდან არავინ არაფერს არ დაანგარიშებს. მაგრამ აქ გაწყდა ეს. არანაირი ინტერესი არავის არ აქვს. ინტერესი არ აქვს რა? იურიდიული სტატუსი არ აქვს, არაფერს არ წარმოადგენს იქ ადგილზე, ხო? ცენტრიდან ამას არავინ არ ამუშავებს, ცენტრში მუშაობს ხალხი, რომელიც იღებს რაღაც დასავლური ინსტიტუტებიდან თუ რაღაც გაურკვეველი ინსტიტუტებიდან რეკომენდაციებს და ეს რეკომენდაციები ძირითადად არის არაფრის კეთება და აი რაღაც თვითდინებაზე მიშვება ან ინერციით მიშვება, ესე ჩვენ აკრძალული გვაქვს რომ რაღაცა ისეთი მოქნილი დიდი პროგრამა გქონდეს, რომელიც იქნება რამოდენიმე ესე ვთქვათ საფეხურიანი რაღაცა უფრო ესე ვთქვათ კომპლექსური არა აქ უნდა მარტივი იყოს, პრიმიტიული იყოს. აგერ ავიღოთ მაგალითები თუნდაც ბულგარეთის თუ რუმინეთის და ეს თელ გაყოლებაზე ძველი, აგერ ავიღოთ მაგალითი ბალტიისპირეთის, ხო? ნახეთ იქ რა პროცესები მიდის. ანალოგიურად ახლა ლიტვაში მომიწია რამოდენიმეჯერ დაცლილია იქაც სოფლები. ანალოგიური პროცესი გარბის ხალხი, იმიტომ რომ დამაგრების შესაძლებლობები, იქაც იქ რეკომენდაციები აქვს, რომ არა ამაში არ ჩაერიო, იმაში ჩაერიო. ესე იგი, შენ გეუნებიანო სოფლის მეურნეობაში არ ჩაერიო, ზედმეტი არ მიცე, ზედმეტად შენი ფუნქცია სახელმწიფოსი აქ არ უნდა გამოჩნდეს და ევროკავშირი ზის და თავიდან ბოლომდე დაწყებული, ესე ვთქვათ, პირველი ფინანსური დახმარებით თუ პირველი სუბსიდიით დამთავრებული გაყიდვების უზრუნველყოფით, საფასო პოლიტიკით, ბაზრის შეზღუდვით, ლიმიტებით თუ კვოტებით და ასე შემდეგ მთელი სისტემა აწყობილი. იქ ეს მისაღებია ჩვენ რაღაც სხვა რეჟიმში ჩაგვაყენეს, რეჟიმში რომელიც გვანგრევს. ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობაში არის ის, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ დემოგრაფიულად ფაქტიურად ვნადგურდებით, ჩვენი სოფლები იცლება, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სასაზღვრო ზოლიდან და ძალიან ბევრი სოფელი გვაქვს საზღვრისპირა. მაინდა-მაინც ერთი სოფელი არ არის საზღვრისპირა. იმის გარშემო რამოდენიმე სოფელი საზღვრისპირაა, ხო? ეს საზღვრისპირა რეგიონები გვაქვს, ჩვენ თუ დავცალეთ იქ, აი მე და ბატონი თემურაზე ვსაუბრობდით, ეხლა ზუსტად იმ პერიოდში კანცელარიაში მუშაობდით თქვენ და მეც ასე ვთქვათ სამთავრობო სტრუქტურებში ვიყავი და ვამბობთ, გაგვახსენდა ყაზბეგში რატო იყო გაზი უფასო და ერთი შეხედვით სათბური იმ სიცივეში რა სათბური და რატო მივეცით გაზის ეს კი არ იყო გაზო სათბური კარგია ცხელადგილას მარნეულში და დასავლეთ საქართველოში შეიძლება ხო ნაკლები ხარჯი აქვს იქ მეტი ხარჯი ხონა მაგრამ მიზანი იცით რა იყო ამ საგიჟეთში და ამ არეულობაში 92-13-14 წელს ჩვენ საზღვარი მოღიავებული არ ქონოდა და იქ ადამიანები დარჩენილი არ დაცლილიყო და იქ საზღვარზე ხალხი ყოფილიყო ამაზე გადადგეს ნაბიჯი თორე რა თქვენ ხშტერები გონიათ მაშინდელი რამოდენიმე წელი ამან იმუშავა მე დაიწყეს რაღაცის შეცვლა იმიტომ რომ ამის მუდმივად გაგრძელება არ შეიძლებოდა თუმცა რაღაცა სხვა ტიპის პროგრამა ესო შეიზღუდა რაღაც სხვა ტიპის პროგრამებიც გაჩნდა რაღაცა მე ტურიზმზე გადავიდა ის რომ დავამაგროთ ხალხი მაღალმთიანი სოფლების ის აი ამისთვის არის ხო მაღალმთიანი სტატუსი ეს მაღალმთიანი სტატუსიც რა არის იცით ეგ რაღაც კაპიკებია თქვა პენსიის და ესეც სტელობა არის ყოველ შემთხვევაში რომ სტელობა არის მაგრამ ნახეთ როგორც კი ამ სიტუაციას აი გაასერიოზულებს ხელისუფლება ხო ეხლა შექმნილია რეგიონული სამინისტრო ნუ აი 100 დღეა უკვე გასული და ჯერ არაფერი არ მესმის თქვენ იკითხეთ ეხლა რომ აი ვიღაცა ხო უნდა იყოს გულშემატკივარი გულშემატკივარიც უნდა იყოს ეხლა უნდა არსებობდეს გამოკვეთილი ესე ვთქვათ მიზნობრივი პროგრამები ეხლა უნდა არსებობდეს აი თუნდაც საზღვრისპირა დემოგრაფიული გადარჩენის თუ დასაქმების თუ რა ვიცი ყველაფერი ერთად
მე ამას ვერ ვხედავ, მე ვერ ვხედავ, რომ თქვათ ესენი ცდილობენ ზუსტად იმ კუთხით იმუშაონ, რა კუთხით სჭირდება რეალურად, არა იმ კუთხით, რომ თქვათ ეგ მუნიციპალური განვითარების ფონდი ხარჯავს მილიარდს და ეს მილიარდი ყველა ტენდერები გარკვეულია და ვიღაცებს ყურადღება მივაქციოთ, რომ ის ფული დაიხარჯოს რომელიღაც სკოლის ან რომელიღაცის. კიდევ ერთხელ ვიძახთ, ეს ნარატივი აქ ვიღაცას აწყობს და აქ შექმნილია თუ გარედან ნაკამნახევია, ეს არ არის განვითარების ნარატივი. ეს არის ნაწილობრივად შეიძლება ავიღოთ, რომ თქვათ ინფრასტრუქტურულად განვითარების ნარატივია. თუმცა მუდმივად ინფრასტრუქტურაში ჩადება ეს ეკონომიკურად, ესე თქვათ, უკუგებას არ მოგცემთ თქვენ. ვალი გვემატება, ვალებს ვიღებთ და ინფრასტრუქტურაში ვდებთ, კიდევ ერთხელ ვიძახი, პროპორცია უნდა იყოს, მე ეს დავასაბუთე და გავუგზავნე ვისაც საჭიროა, რომ ის იცოდეს და დაფიქრდეს, რომ აქ პროპორცია საჭიროა. ერთის მხრივ ინფრასტრუქტურა, თუმცა მეორეს მხრივ აუცილებლად ეკონომიკაში უნდა იყოს ჩადებული. და ეკონომიკაში მე მაგალითად ცენტრალურ ხელისუფლებას ნელ-ნელა შეუზღუდავდი ამ არეალს და ფოკუს დავიჭერდი უფრო მუნიციპალურ დონეზე, სადაც მეტი სიღრმეები და მეტი ესე თქვათ სიტუაციური ანალიზის უფრო კარგად გაკეთება შეიძლება და კონტექსტის სწორად გააზრებაც. აი ეს მოქნილობა ჭირდება ამ პროცესს და ამას ვერ ვხედავთ ჩვენ სამწუხაროდ. თქვენ კარგად ახსენეთ, რომ აი რაღაცა ცრუ დაპირება, ეხლა რუსთაველზე გამოდით და ყველაფერი შეიცვლება. რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ რა გონიათ ეხლა, რომ ერთი ხელისუფლება მეორეთი შეიცვალა? მე ამას მუდმივად ვიძახი, რომ კი შეიძლება ეს სხვა ხალხია, მაგრამ ეს ხალხი ვერ გამოვიდა. აქ მეც ვიყავი ახლა მთავრობის წევრი და შიგნიდან ვიცი ეს ვერ გამოვიდა ეს ხალხი იმ ლიბერალური პარადიგმიდან, რომელიც თავს მოხვეულია ჩვენს ქვეყანაზე. ვერ გამოვიდა. ხო, ფსევდოლიბერალური, რა თქმა უნდა, ეხლა თორე აზროვნებაში და კრეატიულობაში და თავისუფლებაში ჩვენ მთელი ცხოვრება და ახალგაზრდობა ვიბრძვით იმისთვის, რომ თქვა გქონდეს თავისუფალი აზრი და შესაძლებლობა. ეხლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ესეც თავისუფალი აზრის გადაგებაა, იმიტომ რომ ერთი ერთს გადაგებს, მეორეს აკეთებს, ჩვენ ფაქტიურად ვიძახით ალტერნატიულს, რომელიც შეიძლება დღეს არც ხელისუფლებას მოწონდეს და განსაკუთრებით არც ოპოზიციას, მაგრამ მე მაინც მინდა იქ დავაბიჯო ფეხი, სადაც უკან შებრუნება უნდათ. აი ეხლა მცდელობა არის ამ პროცესის რაღაცნაირად შეცვლის თითქოს, ხო? მაგრამ არა, უნდათ რომ ბოლომდე ისე იქ დაგაბრუნონ, რომელიც 30 თუ 35 წლის განმავლობაში გავიარეთ და მივიღეთ აი ეს სიმახინჯე, რაც მივიღეთ. ის რა არის მცდელობა თუნდაც სოფლის მეურნეობაში რაღაცა ფულის ჩადების და პროტექციონიზმის, ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა, მეტნაკლებად ათასნაირად ნაფიქრია, ათასნაირად გაანგარიშებულია და მეც ჩართული ვიყავი ამ პროცესში, თუმცა გაუმჯობესება ჭირდება ამას. ეს ხო წინა ხელისუფლებას კატეგორიულად არ უნდოდა. წინა ხელისუფლებამ კატეგორიულად გამოგლიჯა ხელი, მიწა ხელიდან მუნიციპალიტეტს, რეგიონს, განსაკუთრებით სოფელს და წამოიღო ცენტრში, როგორც უნდა ისე ყიდოს. მე ერთ-ერთ გადაცემაში მაქვს ნათქვამი, რომ აი ვინც იყო მამამთავარი ამის პენდუქიძე, ვინც იდეა რომ ყველაფერი იყიდება, ყველაფერი უნდა გაიყიდოს. ხო, ის რომ ყიდიდა ამ სულ ყველაფერს, ხო? უცბად აღმოჩნდა, რომ დუშეთში მაგალითად ბაზალეთის ტბის გარშემო მას უყიდია საკმაოდ დიდი მიწები და ნაკვეთები. ეხლა აღმოჩნდა, რომ მისი ქალიშვილი, რომელსაც არაფერი ეს თქვა ქართული არაცხია და საერთოდ არ აინტერესებს ალბათ არც დუშეთი და არც არაფერი, მან გადაწყვეტა, რომ ფულად აქციოსეს და მიყიდა არაბებს. და მეუბნებიან, რომ იქ სოფელი კი არ შენდება. რამის პატარა მინი ქალაქი შენდებაო. ეს არის ისა ინვესტიცია, ეს იყო რეფორმა, ამაშია ჩადებული მთელი დედააზრი, ესე გვინდა ჩვენ განვითარდეთ და რო იძახდნენ სინგაპურიზაცია გვინდაო, ეს არის ზუსტად სინგაპურიზაცია, რომ ჩვენ უნდა გავიდეთ ამ პროცესიდან, სოფლები დავცალოთ, ეს ხალხი გაიქცეს, გამოიქცეს აქეთ იქით და მთელი მსოფლიოდან მოვიდნენ და ეს სოფელ ააშენონ და საბოლოო ჯამში შეიძლება ყველა სოფელში იყოს ბევრი ფული ჩადებული, რაღაცა განვითარება ჩანდეს, საინტერესო ჩანდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს უკვე ქართული სახელმწიფო ნამდვილად აღარ იქნება. აი ამ მდგომარეობაში ვართ გაჭედილი. ბატონ თეიმურაზ, მოდით აი კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ და რაღაცა ფორმით უფრო გამოვკვეთოთ მიმართვა, რომ რა არის დამოკიდებული აი ამ საზოგადოებაზე თქვენ ამოდენიმეჯერ ახსენეთ და ძალიან სწორად ახსენეთ, რომ ის საზოგადოება აღარ არის, ის ძლიერი საზოგადოება აღარ არის მუნიციპალიტეტში თუ სოფელში, რომელიც
მზად იყო დაეცვა თავისი მიწაც, თავისი ინტერესიც, ხო? აი ეს არის დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომ ის ევროპული მოდელი, რომელიც არის რაღაც პროგრამა ლიდერი და 1000-ნაირი პროგრამებია და ერთ-ერთი გაჩვენეთ მე გადაცემის წინ, ეს ხალხი ნახეთ რას აკეთებს, ესენი ქმნიან რაღაცა სათემო ინიციატივების ჯგუფებს და ეს ჯგუფები გაშლილია, დაფინანსებულია, რეალურად ცდილობენ, რომ გარედან მართული გრანტით, ესე თქვა, გამოკვებილი ხალხით ჩაანაცვლონ იმ სოფლის აქტივი. სოფელს შეუქმნან თავიანთივე ინტელიგენცია, რაც თქვენ თქვით, რომ საზოგადოება არ არის და აქტიური ხალხი არ არის. ამით ის შექმნან. ესენი ნაპატრონები არიან გარედან და ფულიც ექნებათ. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა არის, რომ მოარყიონ ეს ქვეყანა. და კარგია, რომ გაჩერდა ეს პროცესი, ბოლო 1 წელია და აწუწუნდა ეს ხალხი, რომ აღარ არის დაფინანსებები, თურმე კაი საქმეებს აკეთებენ, ეს მაჩვენონ, რომელი სისტემური საქმე გააკეთეს, რომელი ქარხნები ააშენეს ამითი, ან როგორ გამოასწორეს სოფლის ცხოვრება, სადღაც კამი დადგეს თუ სადღაც კრება ჩაატარეს თუ რაღაც საქანელები ჩამოკიდეს, ამათ თუ ეძახიან ახლა ესენი განვითარებას, ხო? ამიტომ აქ ძალიან ღრმად ჩასახედია, კარგად მოსაფიქრებელია და ჩვენ უბრალოდ მივმართავთ ყველა იმ გონიერ ადამიანს, რომელიც სოფელშია, რომ მოვიფიქროთ ერთად, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და როგორ გადავარჩინოთ. აი, თქვენი მოსაზრებაც ამ კუთხით მაინტერესებს. ხო და აი სწორედ ვაგეთ დავიწყეთ და მე მგონი ისე მოგვიწევს ამ თემასთან მიბრუნება, რომ ის პროცესები, პოლიტიკური პროცესი უნდა გადავიდეს სოფელში, ჩემი აზრით. გულისხმობ არა იმასაც რუსთაველზე მიმდინარეობს, არამედ უნდა გააქტიურდეს იმ სათემო ორგანიზაციებით იქნება თუ სხვა ფორმის გაერთიანებებით, მაგრამ სოფელი უნდა იქცეს თავის პატრონად. მას უნდა კონდეს იმისი პოტენციალი უპირველესად მაინც გულისხმობ ინტელექტუალურს, რაშიც უნდა დაეხმაროს საზოგადოების სხვა ასე ვთქვათ წრეები, იმიტომ რომ ჩვენი გადარჩენა, ქვეყნის გადარჩენა ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ თბილისზე, ქუთაისზე, ფოთზე და ასე შემდგომ. გადარჩენა არის სოფელი. მოყოლებული ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან კი არა, უფრო ადრე ჩვენ ის დასახლებები რომ ვიცით, ხევსურეთი, ფშავი და ასე შემდგომ. ამას თუ დავაკვირდებით, ყაზბეგის მაგალითი თქვენ მოიყვანეთ აგერ 20 საუკუნის, მაგრამ თქვენ თუ დააკვირდებით, როგორ იყო ეს განსახლებები, ეს დასახლებები გაკეთებული საზღვრის გასწვრივ, იქეთ სვანები და ასე შემდგომ, დაინახავთ, რომ პირდაპირ პირველ რიგში საზღვრებთან იყო ეს დასახლებები გაკეთებული. თავისი ინფრასტრუქტურით, მაშინდელ ბჭყალებში, ასე ვთქვათ, თავისი მეურნეობით, რითი უნდა ერჩინათ თავი, ცხვარი იყო, საქონელი იყო თუ რა იყო, თორემ ხევსურეთში, როგორც ახლა არის მძიმე პირობების საცხოვრებლად, ასევე იქნებოდა 20 საუკუნის წინ დარწმუნებული ვარ და შეიძლება კიდევ უფრო უარესიც იყო, ხო? შესაბამისად და მაგრამ იქაც შესაძლებელი შეიქმნა მეურნეობის, ასე ვთქვათ, აღორძინება კონკრეტული დარგის მეურნეობის, კონკრეტული მეცხვარეობის და ასე შემდგომ. თავისთავად ცხადია, ესე იგი, თუ ადამიანი მოინდომებს ნებისმიერ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში გამომდინარე მისი თავისებურებებიდან შესანიშნავად შეიძლება კონკრეტული კულტურების, კონკრეტული მეურნეობის აღორძინება. ეს ეხლა ჩემი, როგორც ქალაქელის გადასაწყვეტი არ არის და ამისთვის უნდა არსებობდეს, ამიტომ არის ვამბობ, რომ იქ პოლიტიკა უნდა გადავიდეს სოფელში და ის სათემო ორგანიზაციები, ისინი უნდა ზრუნავდნენ ამაზე. ისინი უნდა აკეთებდნენ უპირველესად და ცენტრიდან ხელშეწყობა, მარტო ის კი ბატონო ინფრასტრუქტურით იქნება თუ რაღაც, რასაც დაეხმარებიან, დაეხმარონ, თუ კი ამის რესურსი და საშუალება იქნება, მაგრამ უპირველესი დახმარება ამ ადამიანებს სჭირდება საკუთარი მეურნეობის, ფართო მასშტაბით მეურნეობის ორგანიზებაში. მეორე ამის რეალიზაციაში და ამ მეურნეობის დაცვაში,
იმ საბაჟო პოლიტიკით და ასე შემდგომ, რაც უნდა გაიაზროს ცენტრალურმა ხელისუფლებამ. სათემო ორგანიზაციები ვერ გადაწყვეტენ, დაუშვათ, რამდენი უნდა იყოს საბაჟო გადასახადი კომბოსტოზე, კარტოფილზე თუ რაღაცაზე, რომელიც შემოდის საქართველოში, ხო? ეს ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია, მაგრამ უნდა გადაწყდეს ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირი წყვეტს ამას თავის სასარგებლოდ. ისინი ძალიან კარგად, ძალიან გონივრულად აკეთებენ ამას ყველაფერს და საკუთარი ბაზარი აქვთ დაცული და ამიტომ არის იქ, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად იდეალური მდგომარეობა ამ თვალსაზრისით, იქ სადაც მათ უნდათ. ის ახლად გაწევრიანებულები კიდევ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, რომლებიც შევიდნენ ევროკავშირში, იქ არც აინტერესებდათ იმათ ეკონომიკის განვითარება და არც ავტომობილო მრეწველობის, არც სოფლის მეურნეობის, არც არაფრის. ჩვენ ხომ გვეგონა რომ რას ლაპარაკობს საქართველოში მერსედესის ქარხანას ავაშენებთ ერთის და დაუშვათ თბილისი მარტო ამით იცხოვრებს. დაახლოებით ეგეთი ილუზიები იყო, ხო? არა, უფრო მეტიც ჩვენ ძალიან უგუნურად სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო თუ რაც იყო რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ჩვენი ის იქნა ეს მოსანელებელი დავკარგეთ წყლის რესურსები, ყველაფერი, რომ გონივრულად მოგვეხმარა და სხვის საკუთრება არ ყოფილიყო ბორჯომი თუ სხვა მინერალური და არამინერალური წყლები და ასე შემდგომ. ახლა ამ მოცემულობაში როცა ვართ, ისევ და ისევ უნდა დავბრუნდეთ იქეთ, რომ დავიწყოთ სოფლის აღორძინება, მაგრამ იმ პოლიტიკით, მე პოლიტიკას ვეძახი ამას, მაინც რომ შიგნით თვით სოფლებში უნდა გაჩაღდეს, ასე ვთქვათ, აზროვნება, პოლიტიკური ცხოვრება, საკუთარი კეთილდღეობის შესაქმნელად და მოსაწყობად. კი ბატონო. და დანარჩენი მე ის მოთხოვნების სახით უნდა იყოს, მე კარტოფილი ეზე რო შემოდის რაღაციდან და მეუბნებიან რომ აუ გადასარევია ეს კარტოფილი და მარნეულის კარტოფილი არ იყიდო, ეგრე არ არის. კი ბატონო, მაგრამ ნახეთ ბატონ თეიმურაზ, ალბათ 2006 წელს, როდესაც ეს დონე მთლიანად გაუქმდა თვითმმართველობის მეორე დონე, დარჩა მუნიციპალიტეტი, ერთდონიანი თვითმმართველობა გვაქვს, რაც გაუგონარია, იმიტომ რომ არსად არ შეგხვდებათ ევროპაში ახლა თქვენ, რაც თვითმმართველობა ერქვას რაიონს, რომელიც არის 100,000-მდე ან 100,000-ის ზევით, ხო? ჩვენს მეზობლად აგერ არის გარდაბანი, მარნეული და საგარეჯოს ძალიან დიდი რაიონები, ხო? ამას ჭირდება თვითმმართველობის მეორე დონე, რაც იყო ყოველთვის. ეს იყო თემი. თემში შედიოდა რამოდენიმე სოფელი და ერთნაირი სპეციფიკით ესე იყო ხოლმე დაჯგუფებული 2, 3, 4, სადღაც შეიძლება 5 სოფელი შედიოდა. ეს 2006 წელს გაუქმდა. ეს სავარაუდოდ ჩადებული იყო ზუსტად ის, რომ ეს საზოგადოება აბსოლუტურად ფუნქცია მოშლილი, ინდიფერენტული რაღაცა ეს გათითო კაცებული ყოფილიყო. გამხდარიყო ასეთი, მიზანი იყო, გამხდარიყო ისეთი, როგორც მივიღეთ ახლა. ეხლა ვიზახით ჩვენ ზუსტად იმას, რომ როგორ დავბრუნდეთ ისეთ რეალობაში, როდესაც შესაძლებელი იქნება ადამიანები მოვაძლიეროთ და თავიანთი უფლებები დაიცვან, თავიანთი შესაძლებლობები დაიცვან, თავიანთ განვითარებაზე იფიქრონ. აი სწორედ ამას ვამბობ, პოლიტიკური ცხოვრება უნდა გადავიდეს სოფელში. კი ბატონო, კი, აუცილებლად. აი ამას გულისხმობ პოლიტიკურ ცხოვრებაში, დროშების ფრიალს არ გულისხმობ, გულისხმობ აზროვნებას, ქვეყნის წინსვლაზე ზრუნვას, ეს უნდა იყოს იქ, იმ საწყის ეტაპზე. იქ თუ არ იქნება, იქიდან თუ არ დაიწყო, რუსთაველზე არაფერი არ გამოვა. რუსთაველზე შეგვიძლია მოვაწყოთ მორიგი სახელმწიფო გადატრიალება. კი ბატონო, კი. აქ ვერაფერს ვერ მოვიყვანთ, სოფლის მეურნეობას ვერ შევქმნით და ვერც მრეწველობას და ვერც ვერაფერს. ხო ფაქტია. კი, და ერთი და იგივე წრეზე ახლა მე არა ვარ მომხრე არც ერთი მიმართულების და არც ერთი ქვეყნის რო ვიღაცას რაღაც დამატებით ვაგონად ჩავებათ, ეს ამერიკა იქნება, რუსეთი თუ ევროპა თუ თურქეთი და სხვა, ჩვენს ასე ვთქვათ შესაძლებლობებზე და ჩვენს მომავალზე უნდა ვიფიქროთ და ფუნქციად შევიძინოთ აუცილებლად, თუმცა უნდა ვიყოთ ძალიან დაკვირვებულები, ძალიან რაციონალურები, ზუსტად უნდა ვიცოდეთ ჩვენ სად გადის შესაძლებლობების, ასე ვთქვათ, ზღვარი
სადა რას ნიშნავს შუა კორიდორი და რა ტიპის თამაში ჭირდება ამას და ვისთან გვაქვს ჩვენ ეს დასალაპარაკებელი, მოსალაპარაკებელი, რა ნაბიჯი არ უნდა გადაიდგას, ეს გამოკვეთილად ქართული საზოგადოება აქ ერთიანი უნდა იყოს. რას ქვია, მე თვალი დავხუჭო და ეს უჯერებ მე იმას, რა ქვია, ევროპას ან ამერიკას ან რუსეთს ან ვიღაცას არ აქვს მნიშვნელობა და მის იმაზე და თავიდან ბოლომდე შენ უნდა იცოდეს შენ რა გინდა ამ პროცესში. როგორ ჩვენ ღრმა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება დავდეთ ევროპასთან და იმედი გქონდა და თან ჩვენ ვართ რა განვითარებადი ვართ ეხლა და სოფლის მეურნეობაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და იქნება ევროპაში რაღაცა გაგვეტანა 2024 წელს ჩვენ ევროპულ ქვეყნებში გატანილი გვაქვს 180 მილიონის პროდუქცია მაშინ როდესაც მარტო რუსეთში გვაქვს 600 მილიონის ექსპორტს ვიძახი მე ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ რაღაცა 100 თუ აწარმოებ ეს სადმე გაიტანო ხო 600 მილიარდი ეს 600 მილიონი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მარტო საუბარი ამ 180 მილიონში ციცით ძირითადად მაინც არის ის რაც მათ ჭირდებათ არა ის რომ რაღაცა არხები და შეგიქმნეს და გაგიფართოვეს რაც მან თუნდაც ეს არის აი შავ ზღვაზე იჭერენ კაფშიას და ძირითადად ეს თევზის საკვები ყველას უნდა ეხლა იაფი და ასე თქვა მუქთა ხო ესეთია სპეციფიური საკვები რაღაცა ძალიან ცოტა თქვა რაღაცა ისეთ ის რაც ჩვენ გაგვაჩნია ძირითადად ეს ხილია ამ შემთხვევაში ღვინო მასალების სპირტი თუ ასე თქვა კონიაკი ეს ყველაფერი გადის მაინც რაღაც ასეთი ეს ყველაფერი გადის მაინც ევროპაში ესე იგი ჩვენ იმასაც გვიგზალავენ რეალურად აი ამ კონსულტაციებით რომ დამიზნება გქონდეს აი ორიენტირი გქონდეს რომ ჩვენ აი აქ უნდა ვაწარმოოთ აი ეს მაღალი დონის პროდუქცია და ამის ბაზარი არის ეს არა აქ არ უნდა განვითარდეს შე რომ მე უცბად ის ბაზარი არ აღმოჩნდეს და იმას არ მიება ამ შემთხვევაში რუსეთს რაღაცა ფორმი და ეს მამა შეიძლება პრობლემა შექმნას ჩვენ კი არ შეგვიქმნას პრობლემა აქ ადამიანმა შეიძლება ფული იშოვოს არა იქ მესამე ძალას შეიძლება შეექმნას პრობლემა იმიტომ იმას არ აწყობს ესეთი ბმა აი უამრავია ესეთი თემატიკა რომელზეც ასე ვთქვათ ჩვენ შეგვიძლია ძალიან დიდი ხანი ვისაუბროთ ძალიან დიდი მადლობა მე მგონი სწორედ დავანახეთ საზოგადოებას რომ აუცილებელია და მნიშვნელოვანია სათემო დონეზე გაცოცხლდეს ასე ვთქვათ საზოგადოება, გახდეს აქტიური, გახდეს მიზანმიმართული და ჩვენ მზათა ვართ აი შევქმნათ ის პლატფორმა, მათთვის შევქმნათ ეს პლატფორმა, რომ აქ ვიმსჯელოთ, აქ ვისაუბროთ განვითარებაზე, მოვძებნოთ ზუსტად სოფლის მეურნეობის რომელი დარგი, რომელი სექტორი, რომელი მიმართულება, სად შეიძლება რომელი პროდუქციას კონდეს მათ მიკროზონაში კონკურენტული უპირატესობა, აი ამ სულ ყველაფრისთვის ჩვენ და ჩვენი გუნდი მზად ვართ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.